დილა მშვიდობის, გოგოებო, როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ ყველა. დღეს ბრძობაა და გილოცავთ ყველას ბრძობას და კიდევ ჩემი არხი გაიზარდა, ვიზრდებით გოგოებო და გავხდით 11,000. უღრმესი მადლობა თქვენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება, გოგოებო და ბიჭებო, ყველას აბსოლუტურად უღრმესი მადლობა. ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ არხი იზრდება, ვიზრდებით, ყველანაირად ვიზრდებით. ეს ძალიან მახარებს ჩვენ თავს ვულოცავ ამას, თქვენც გილოცავთ, ვისაც გიყვართ ჩემი არხი, ვინც მელოდებით, ვინც ხართ ჩემ გვერდზე, გულშემატკივრობთ, ვინც ხართ ჩემი ერთგულები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩემი მიზანია ახლა, რომ ძალიან მალე გავხდეთ უკვე 20,000. ასეც იქნება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ასე იქნება, აბარა. რომელია დარჩენილი იცით, ორია დარჩა, ესეთი. და ეს გავაკეთოთ ახლა. გასასვლელი ვარ საიდლებზე დღეს. ჩემი როლი კიდევ სამი. სამაგარი კარგი სუნია. ძალიან. და აღარ გამოირთო, ეს აიხადა თავსახური და აღარ ირთო და მაგის ბრალი არაფერი არ მაქვს სახში საერთოდ. ეს გავაკეთოთ ჩვენ და ავასაც მოვიდუღებ. ყველაფერი მაქვს საყიდელი. Here momivida mgoniya. Ai. Kashima chamesxa. ჩამას გადავაგდებ. ცოტაც აგემრიელი გამოდის, მაგრამ რძის გემო აქვს ხოლმე. და ამას არ აქვს რძის გემო. ამას აგემრიელი სხვანაირი გემო აქვს და რძის როცა ავატებ, რა თქმა უნდა, რძის გემო აქვს და მე დაგხვა ესე არის. არა, სვავ განაარსვა რძეს. სვავ, მაგრამ საერთოდ რომ არ გამესინჯოს და არ დამელოს ეგრე არის, მაგრამ ახასრაი გემო აქვს, ხო იცით როგორიც და ზოგს მაგ გემოს გამო საერთოდ ისი არის, რომ ცხოვრებაში ერთხელ გასინჯა და მეტი აღარ გაუსინჯია მომჩი. მაგ გემოს გამო და მე უძნაობ ხოლმე მაგ გემოს. მოვიდუღოთ. ეკლესიაში მინდა დღეს. მივიდე გოგოებო. გავიყიდოთ. ამოვიღოთ ეკლესიიდან, არ ვიცი, იყიდება ხოლმე კიდევაც.
ნელა მე გამზადები უკვე სოფეში დასასვლელადაც. საფრთხე რო გავიდეთ. არ ვიცი. არასკევსაც აქვს დასვენება ბავშვებს. ანუ პარასკევი შაბათი კვირა და უშაბათი. შაბათი კვირა ისედაც და. ეგ დღეები. მომელდეს გავაფარვით. აუცილებლად უნდა ისწავლონ ბავშვებმა ეს. და ისწავლონ ეკლესიაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვობიდანვე თუმცა რწმენა ახლა ისეთი რაღაცა არის რომ კი არ უნდა დააძალო ბავშვს. არ უნდა დააძალო, უბრალოდ უნდა აჩვენო, უთხრა, აუხსნა. ასევე მნიშვნელოვანია, როცა საფლავზე გავდივართ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილების ეს ყველაფერიც დაინახო მათ. მე ისეთი წლები მაქვს გამოვლილი გოგოებო, რომ რაღაც ეს თუნდაც აი დაბადების დღის მილოცვის ის არ მაქვს. თითქოს რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვნად არ მიჩვენება. იმიტომ რომ ეგრე გავიზარდე. მინდოდა არ მინდოდა, არ მინდოდა, მაგრამ მაინც ეგრე მოხდა. ხოჭით. ეხლა შორენას ეცინება ხოლმე რა. ერთხელ დამოვიწყდა, ორჯერ დამოვიწყდა. მერე ჩავიწერე ეგ დღე, რომ არ დავიწყებოდა. ანუ ამ ყველაფერს თავიდან ვსწავლობ პროექტიდან, არადა ზოგს ისი აქვს გამჯდარი. ეს ყველაფერი რო არ დაავიწყდება. არავითარ შემთხვევაში მე ესე გავიზარდე და ჩემ თავს კი არ უბრაზდები ამაში. არა, ამის გამო მე არ უბრაზდები ჩემ თავს. პირიქით. ვეფერები და მე რა ვსწავლობ თავიდან ყველაფერს. არ არის პრობლემა ეგ. ამან გააშავა ეხლა ახეთ. იამა. თეთრია ხოლმე ფიფქინა და გაშავა. მე არის ეგ პრობლემა ვსწავლობ. აი ჩემ ბიძაშვილების დაბადების დღეებიც კი არ მახსოვს რა დიდად. არასდროს არ ვულოცავდი და. თვეები მახსოვს, მაგრამ ეს დღეები არ მახსოვს, რომელ დღეს არიან. რომელი რიცხვი. ეხლა დგომით მიყვას ჭამა გოგოებო მე. რომ მიწერთ ხოლმე. ძალიან კარგად გძნობ თავს ესე. სულად არ ვარ, ეხლა რომ ვდგევარ და ესე ვჭამ. მოთვის არის ყველაზე გემრიელი. მე ძალიან მიყვარს სატამი, მაგრამ მოცვი უფრო მომეწონა.
ჟავია ცოტა, სიმჟავე აქვს და ეგ ხდის გემრიელს. ძალიან გემრიელია. რა ვაკეთო საჭმელი არ ვიცი. რა ვაკეთო. მე ცოტა გამოდის. 2-3 კოსია. მეტიაც არ საჭირო. აი უგემრიელესი. ძალიან კარგია. როგორ არ უნდა ვიყვე მადლობელი ჩემი ცხოვრების. რომ მაქვს საშუალება ახლა ჩემ შვილებს სხვანაირად ვასწავლო ეს ყველაფერი. ხო შეიძლებოდა ამის საშუალება არ მომცემოდა გოგოებო. ადვილი ხო არ არის რომ ადიდან თავი დაიხსნას ადამიანმა. არ არის ადვილი. არადა. მთელი ცხოვრება გენგრევა. მთელი ცხოვრება გენგრევა. დამიჯერეთ ერთი შეხედვით არის უწყინარი ეს ყველაფერი და რა მოხდა ქრისტიანები არიან ისინიც. ხო? ესია, ძალიან ბევრი ამას იტყვის შეიძლება რა. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ ამის გამო ვინმე უნდა დავაბულინგოთ, ამ ბავშვები ჩემი შვილები იყვნენ მაგ მდგომარეობაში და ღმერთო ჩემო, ნიკამ გაიარა ეგ ყველაფერი. რაღაც მომენტში კი ესე ძალიან იმათ არა რომ ვიღაცა ესე მკაფიოდ დასცინდა, მაგრამ იყო მაინც ეგ მომენტი. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი არავითარ შემთხვევაში. არაფრის გამო შეიძლება ადამიანი დააბულინგო, მაგრამ მეც რას ვიძახი თვითონ ადამიანი რო გადაწყვეტავს ამ ყველაფერს. მე დაუშვე თავარ უნდა, ხო? აზრი შეეცვალა, როგორც მე. ეგრევა მთელი ცხოვრება, ურთიერთობები. მთლიანად. უფუჭდება. კარგავ მეგობრებს. ყველას, ვინც კი შეგიძენია. ყველას. და თავიდან იწყებ ცხოვრებას. თავიდან იწყებ ფეხის ადგმას გოგოებს და არ არის ეგ ადვილი. იმიტომ ვამბობ ხოლმე რთული ცხოვრება მაქვს ძალიან გავლილი მეთქი მე. ეხლაც ვებრძვი ამ ყველაფერს. იმას კი არა რომ ის დავტოვე მიხარია და ბედნიერი ვარ ძალიან. უბრალოდ ფეხი რო ავიდგა თავიდან რომ ვისწავლო ეს ყველაფერი. თუნდაც ეს ჩვენი ტრადიციები. არ გავიზარდე მე ეს. მინდოდა, გვინდოდა, მაგრამ არ ვქონდა ეგ ყველაფერი. ჩემ კლასელებთან ერთად მაინც გავიყარე ერთხელ ეკლესიაში, ჩვენ სოფელში. კლასთან ერთადაც წავედი, მასწავლებელმა წაგუყვანა. მაგრამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე უსიამოვნებები. და რაღაცნაირად ბავშვი რო ხარ ხო გეშინია, ხო რაღაცნაირად ხარ, უსიამოვნებები არ მოყვას ამას. ნუ აი ეს არაუშავს მე მადლობელი ვარ, ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი შვილები სხვანაირად იზრდებიან, ახლა სულ სხვანაირად იზრდებიან. ეს მაბედნიერებს და ყველაფერი არის კარგად. გულში მე ყველას აბსოლუტურად ყველას ვაპატიებ.
დედამიწის ზურგზე არავინ არ არსებობს ისეთი, რომ მე ბოღმა მქონდეს გულში მის მიმართ. აბსოლუტურად ყველა ადამიანი. მე მაგ თავისუფალ ყველას მიმართ გული. შვილისთვის თუც არავინ არ მოინდომებს გოგოებ. რომ სამშობლოს კარგი გონია ის რაღაცა, იმიტომ აკეთებს ხო ეგრე. მე ვხვდები ამას. ძალიან კარგად. წავედი ახლა. უნდა გადავიდე. პატარა ვიდეო გამოვა ესეთი. ეს. ამ ბოლო დროს 1-4 დღე არის ყავას ვერ ვსვა გემრიელად გუშინაც დამჩაგაცივდა. ესეც არ ვიცი რატო. იცით რა კარგად მოვადუხე, კაფიანი იყო, ყავა ცოტა არა აქვს, აი ნახეთ. მოვათუჩას. დამდია ყავა. ჩას ყავასა დამდიანად იქი. აღეთ ძალიან გემრიელად მოვადუხე, მაგრამ რაღაც არ მინდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ რომ 11,000 ვართ. ჩემ თავსაც ვულოცავ ამას. და ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას ცხოვრებაში. კოცნით გოგოები.